პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ერთიანობაზე, ერთიანობას გვაქვს მოცემულობა, როცა აუცილებელი და სავალდებულო გახდა ფაქტობრივად ერთიანობა, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საქართველოში ძალა ივანიშვილის ბანდის სახით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი ჩაიგდო ხელში და ჩვენი ქვეყნის კურსი ეცვალა, რომელზეც შეთანხმებული ვიყავით თითქოს და ისტორიული ესე ვთქვათ, შეთანხმება არსებობდა ყველას მიერ, რომ უნდა გაგვერჩია პროდასავლური კურსი, რომ სუვერენიტეტი უნდა შეგვენარჩუნებინა, იმიტომ რომ გასაგები რომ დასავლეთის უარესობა ნიშნავს სუვერენიტეტზე უარეს თქმას საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და როდესაც ესეთი ძალა გვაქვს, რომელსაც დასკვნით ფაზაში აქვს დიქტატურა გაფორმების პირას მიყვანილი, ჩვენ მზად ვიყავით, რომ დაგვეთმო ჩვენი პირადი არ ვიცი სუბიექტური დამოკიდებულებები, ასე შემდგომ და ამისთვის ყველანაირად მზად ვიყავით და ყველა ნაბიჯი გადავთქვით, ხო? მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც გონიათ, რომ არიან მაგალითად მაკო გომურზე პრინციპულები და შეუძლიათ ახლა როცა მაკო გომური დგას გახარიას გვერდით და ნათქვამი აქვს, რომ მე შემიძლიაო გადავდგა ეს ნაბიჯი გამომდინარე ქვეყანის შექმნის სიტუაციიდან, უფრო პრინციპულები არიან, როგორც აღმოჩნდა, როგორც ვიდრე მაკო გომურია, უფრო პრინციპულები არიან ვიდრე მაგალითად ბაჩანა შენგელია, რომელიც დედაც შეეწირა აი მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მომხდარ აი ამ ძალადობას და კარგად ვიცით ეს შემთხვევა საზოგადოებამ და უფრო პრინციპულები არიან ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც კარგად გვახსოვს თუნდაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო გამოყენებული ჩვენ ქვეყნის უპირატესი მტრების წინააღმდეგ. აი დავასრულებ თუ შეიძლება და ამიტომაც როდესაც საუბრობთ ჩვენ აქციაზე დგომაზე, იქ ვიღაცა დადგება ვინც არის ჩვენი პარტიის მომხრე და როდესაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, რომელიც არის ლიდერი და ყველამ კარგად იცის ახლა ნაციონალურ მოძრაობის წევრების დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დიახაც დაიჭერს მიხეილ სააკაშვილის ბანერს. სწორი ფორმულირება ირაკლი ეს, მოდი კითხვას დაგისვა. მე მგონი აქ დისკუსიაში არავის გაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ის შეიძლება თუ არა იდგნენ იქ რომელიმე პარტიის მხარდამჭერები და მით უმეტეს ისეთი პარტიის, რომელსაც ყავს პოლიტიკური პატიმარიც და რომელმაც განიცადა დევნა. ამაზე არავინ არ დაობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით, უბრალოდ რამდენად სწორია ასეთი ფორმულირება თქვენი მხრიდან. დისკუსია სხვა თემაზეა. იმ თემაზე არის მაგალითად კონკრეტული აქციის ორგანიზება. სადიდგება ის ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სადიდგება არა. უბრალოდ რიგი გამყოფის საკითხები რომ არსებობს, შეიძლება თუ არა შეთანხმება მოხდეს, მაგალითად სიმბოლიკასთან დაკავშირებით. მე ის არ ვიცი, საერთოდ თქვენ როგორც პარტიას ამაზე რაიმე კონტროლი გაქვთ თუ არა, კიდე ცალკე კითხვა მხარდამჭერები, აი ზოგჯერ თვითონ წყვეტენ ამას. უბრალოდ თქვენ გუში გავრცელეთ ამაზე განცხადება და შესაბამისად ჩდება კითხვა. ეგ ცალკე უბედურება გახალთ თქვენ პოზიციაზე არსებობს ზოგადად ეგ დამოკიდებულება რომც არის, რომ შეიძლება ვიღაცის მიერ რომ აი მაგრამ მიშას პანერი არ დაიჭირდა ისე მოხვიდე ხა არ ვიცი ადამიანს განუსაზღვრო როგორ დადგეს აქციაზე ანტი ეს ხო ივანიშვილის წინამდე აქცია ხო არ ვიცი ვინმე კერძო ჯგუფს თუ ეკუთვნის თუნდაც ანტი ნაციონალურ მოძრაობის ჯგუფს თუ ეკუთვნის და პრივატიზირებული აქვს ეს პროტესტი აბაშე თქვენ რომ ჩვენ გონია რომ ჩვენ პრივატიზირებული გვაქვს და იქ ჩვენი ამომრჩევლები ძალიან ბევრი გამოდიან და მათ შორის ორი პატიმარი სინდისის სხვათა შორის არის ნაციონალურ მოძრაობის წევრი არჩი მუსელიანცი და ანატოლი გიგაური არიან ნაციონალურ მოძრაობის წევრები მხარდამჭერები კი არა წევრებიც არიან ეს ადამიანები და სხვათა შორის მათ შორის ადმინისტრაციული წესით ვინც იყვნენ დაკავებულები მათი უდიდესი დიდი ნაწილი ასე ვიტყოდი იყო ასე ნაციონალურ მოძრაობის წევრები და რა თუ არ უნდათ რომ ეს ხალხი იბრძოდეს და იცი რატო არის საუბარი რომ ამ ადამიანს ეხლა პარტიული დღისასწაულს არ არის ეხლა არ ვიცი ნიკოლოზ დარსანი არის სტუდენტი რომელსაც არანაირი პარტიული მიმარ ხონდა ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ამბების მერე ჩემი თხოვნის მერე მოვიდა პარტიაში და გავისაუბროთ საერთოდ არანაირი შეხება არ ქონდა პარტიასთან და თავისი ინიციატივით ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილის ხარდამჭერი მოდი ნახოთ ეხლა არ დავასრულებ რა თუ არა ეს ინციდენტი მიხეილ სააკაშვილის ხარდამჭერი ბანერი ეჭირა და გადავანაწილოთ ეხლა ჩვენ არ გვინახავს იქ იმ ადამიანების ფოტოები იქ ნახეთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ხო ამ ზემოთაც დასახელებული პოლიტიკური პატიმრების მაგრამ ამას გარდა ეშმაკი იმ დეტალშიც არის რომ თქვენს პარტიას ქონდა იმ დღეს შეკლების თავისი ადგილი და ეს ხალხი ეს ჯგუფი მივიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტრადიციულად რომ ხალხი იკრიბება იმ აქციას და იმ აქციას ჩაუდგნენ სათავეში აქტობრივი უზუსტობა ხა ეს კადრები იყო მათ შორის მე მომხდარ ინციდენტს კაცრად ვაფასებ ძალიან იმას რაც გოტა ჭანტურიამ იქნა მაგრამ ეს ფაქტი აღნიშნვის ღირსია ეს არ მომხდარა პირველად თან ანუ არსებობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა რაღაც ჯგუფი მე კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ რაღაცნაირად განცდა რჩება რომ ამ ხალხს დიდად თქვენი პარტიის ლიდერშიპის გავლენა თითქოს არც არსებობს თქვენგან განსხვავებულად მოქმედებენ ხო და მოდი ამ შორის ამ ნაწილსაც შევეხოთ ხო რატომ არ იყო ეს ხალხი იმ ადგილას სადაც თქვენი პარტია შეიკრიბა და რატომ იყო ეს ხალხი იქ სადაც სხვა პარტიები შეიკრიბა სხვა საზოგადოებრივი
მაგიტომ გიხარით რომ ფაქტობრივ ზუსტობა მე იქ ვიყავ თქვენ არ ყოფილიყართ ამიტომაც ანუ კეთილმცირებაში ეჭვარ მომბარებო იქ არ ვიყავით და არასდროს მოგაწოდეთ ალბათ ინფორმაცია კადრები იყო ისე გადაცემული ნახეთ ამ ორი მარშის გაერთიანება მოხდა მაშინ მოხდა ეს კონფლიქტი ანუ ჩვენი მარში ელბაქიძეზე როცა დაეშვა რესპუბლიკის მოედანზე იყო ჩვენი მარში დაანონსებული ჩვენი რა მარტო ჩვენ არ ვიყავ სხვა ორგანიზაციებიც იყო და ეს ორგანიზაციებს სხვათა შორის მათ შორის ზოგიერთ წევს არ აქვს კარგი დამოუკიდებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ნაცნობრობის მიმართ მაგრამ იქ რამენაირად მოითმინა ამ ხალხმა და აიტანა ის რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერები იყო რესპუბლიკის მოედანზე მარტო ჩვენ არ შევკრებულიყო სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებიც იყო და როცა ჩვენ და ტელევიზიის მარშის და ჩვენი მარშის გაერთიანება მოხდა ელბაქიძეზე როდესაც დავეშვით ჩვენ და ისინი მოვიდნენ და ამ დროს მოხდა ეს კონფლიქტი ამიტომაც ჩვენ არავის ანუ არც ისინი მოსულან ჩვენ მარშზე და არც ჩვენ მოსულვართ მათ მარშზე ეს იყო ამიტომაც ეს ერთიანობა საჭირო და მნიშვნელოვანი მეთქი როდესაც რამდენიმე მარში იყო რაღაც ლოკაციებზე ერთიანდებოდა ეს მარშები და მაშინ მოხდა ეს კონფლიქტი რომლის გაგრძელება იყო ამ ადამიანის მიერ უფრო ახლოს გადანაცვლება იმ ჯგუფთან რომელთანაც ჩვენ დავუწიეთ მარტო თქვა ეს არის რეალობა რომელსაც ვერ ვერულა უბრალოდ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ის პოლიტიკური ლიდერიც არის, ამიტომ ეს ფოტო არ არის მხოლოდ პატიმრის ფოტო. გასაგებია, უბრალოდ ჩვენ მაშინ შევთანხმდით იმაზე, რომ რაც ახლა ევროპისთვის ვიბრძვით პოლიტიკურ ფაზაზე და ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეუზღუდოთ, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად გულწრფელად მაგრამ ვერაფრით ესეც სწორია. რასაც არავინ არ აქვს. ესეც სწორია. ესეც სწორია, რომ არა, ამაში რაშია პრობლემა იმ ადამიანს დაიჭერს და ახლა ვიღაცას რაშიც არის. მოდით ამჟამად თქვას რომ მოხსენთ ამავე გიხარით რომ ეს პლაკატს პრობლემა თუ არა ანუ რა ნუ დაუდგება გვერდზე კონკრეტულ ადამიანს ამაზე არის პრობლემა აუცილებლად ამცემ დროს რა უპასუხოთ ამავე ამ კონკრეტული ჯგუფის არა გეტყვი თუ ვერ გაიგე იმიტომ რომ ვიცი რომ გაიგეთ ან და იცი რაშიც არის პრობლემა ამ ჯგუფის აგრესიულ ქცევაში ამ ჯგუფის გამომწვევ ქცევაში ერაკლი პრობლემა შეხედე მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ამაზე ვთანხმდებით ვერ შევთანხმდებით მე და შენ ვერასდროს რაღაცა ისტორიულ წარსულზე და ის რაც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა ამაზე ვერ ვთანხმდებით და მაგაში პრობლემა არ არის. ოღონდ შეგვიძლია ცალსახად შევთანხმდეთ აქ სადაო არ არის, იმიტომ რომ ფაქტები ადასტურებს ერთად ვართ ამ საქმეში ძალიან ბევრი წელია უკვე. რომ ეს ჯგუფი არც თქვენი პარტიის ლიდერშიპს არცემს დიდ პატივს მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს ჯგუფი იქცევა გამომწვევად. გამომწვევად, ხო? მარტივი ადამიანური ამბავია. ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულების ადამიანები ვდგავართ ერთად. და ცალსახად მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ მორალურად სამარცხვინო საქციელი იყო, რაც ჩვენ დავინახეთ. მორალურად იყო მახინჯი ამბავი, როდესაც სამი ახალგაზრდა კაცი, მამისტოლა კაცი ისე იქცევა, როგორც იქ ის ბიჭებმა მოიცეს და ამისთვის ბოდიშია მოსახდელი და დასახურია. ამას მარტივი ამაში ვუერთდებით აზოს მე გამომჩა ამის. ჩვენ ხო ეხა აი ამ ერთ ამბავზე, ამ რაღაცა ამისთვის არსებობს შემდეგ უკან და ამისთვის ხო ადამიანები ვართ და შეგვიძლია რომ ბოდიში მოვიხადოთ და როდესაც რაღაცა გაგვიქცევა ამაზე ბოდიშია მოსახდელი. ოღონდ ეს არის ცალკე ერთი განყენებული ფაქტი. ოღონდ ეს ფაქტი ხო არც პირველად ხდება, არც უკანასკნელად. ამ ხალხს აქვს გარკვეული გამოწვევის სტრატეგია. როდესაც ეს ადამიანები დებიან ყველა პირდაპირ ჩართვის კამერის უკან, როდესაც ეს ადამიანები იკავებენ სცენის აბსოლუტურ და მთელს ფონს, როდესაც არ არის ის აქცია, ხო, როდესაც სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო აღარ მახსოვს მარტის ბოლო იყო ხო ის არ იყო აქცია სადაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გამოვიდექით იქ შტაბეშტილება დარჩა ყველას ვინც უყურებდა პროპაგანდისტულ მედიას იმიტომ რომ ძირითადად ხო ისინი იყენებენ ამას მე და შენ ხო ეს მე ჩვენთვის ხო ეს პრობლემაა თანაბარი პრობლემა არის იმიტომ რომ ჩვენ იქ ბევრი სხვადასხვა გემოვნების ადამიანის ერთობა გვინდა ჩვენ იქ ვდგევართ 86% ამ ქვეყნის ჩვენ იქ ვინც ვდგევართ გამოვხატავთ ამ ქვეყნის 86%-ის აზრს რომ ჩვენ გვინდა ყოველას ევროპაში და იქ გვაერთიანებს. ბევრი რამე კი არ გვაერთიანებს, ცოტა რამე გვაერთიანებს და ბევრი რამეზე შეგვიძლია ერთმანეთის გამოწვევა. და ეს ხალხი იქცევა გამომწვევად. არც პირველად არ იქცევიან გამომწვევად, არც უკანასკნელად არ მოიქცევიან. როდესაც რაღაცას ვიღაცა ეუბნება, ამაზე მიდის მთელი წყეულა, კრულა გაუთავებელი. ამაზე ხო შეგვიძლია შევთანხმდეთ და აღარ გავაღვივოთ ეს პროცესი. შეხედე, მარტივი არის ერთი რამე. ყველაფერს დავარქოთ თავისი სახელი. მე შეიძლება ეს ამბავი მოცემულობად დარჩეს. რომ ეგენი ეგეთები არიან და ეგრე მოიქცევიან. მაგრამ ბოდიშს ვიხდი, არ არის ეს მარტივი ამბავი. პატიმრის მხარდაჭერა არ არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პლაკატით დგეხარ. არ არის ეგ უბრალოდ პოლიტპატიმრის მხარდაჭერა. ამ ჯგუფზე ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ იმის გამეორებით, რომ პოლიტპატიმარია მიხეილ სააკაშვილი, არავინ არ აკნინებს მის მდგომარეობას, არავინ არ თulis რომ იქ გამოხატვის თავისუფლება უნდა შეუზღუდოთ ვინმეს. ოღონდ ის ადამიანები დათულ სამსახურს უწევენ ჩემი აზრით, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას და აბსოლუტურ უმრავლესობას თქვენი პარტიის მხარდამჭერების, რომელსაც შეუძლიათ სხვანაირად გამოხატოს ეს პროცესი. ვინ არის ეს ჯგუფი?
ამ აქციებში მონაწილეობს ძალიან დიდი ნაწილი ხა რაც მოძრაობის ამორჩეული ვინც არის ისინი მონაწილეობენ, მაგრამ არის ეს მაგაროდ გამორჩეული, გამოკვეთილი ჯგუფი, ვინც აი მიშა სააკაშვილის პლაკატებით, აი ყველა ეთერის უკან დგებიან, სალო ზურაბაშვილის უკან დგებიან, კოორდინირებულად მოქმედებენ, მაგრამ არტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ პარტიასთან კოორდინირებულად მოქმედებენ. ამიტომ ვინ არის ეს ჯგუფი თქვენი ინფორმაციით? მხარდამჭერები არიან, ვიცნობ ამ ადამიანებს, ალბათ ინფორმაცია პირდაპირ შემიძლია ხო ვიცნობ პირადად ამ ადამიანებს, გასაგებია რომ ზოგიერთისთვის მათი ქცევა შეიძლება იყოს მიუღებელი, მაგრამ კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც ბატონ მანგოშვილსაც, ვისაც ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შეიძლება ითქვას იმ დღეს, ეს ადამიანი აქვს ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან არის ჩართული ამ ამბებში და სხვა შორის დაზიანებები აქვს მიღებული, მათ შორის აი ერთ-ერთი ზუსტად გამსახურდეს მომხრე მიტინგების დარბევის დროს, ამ დროს ეს ის ხალხია, რომელიც 10 წლებია პოლიტიკაში არის ჩართული, ოღონდ როგორც არა პარტიული მუშაკები ან ასე ვთქვათ, პარტიული თავმჯდომარის პირები, არამედ უბრალოდ რომ აქტივისტები. მათთან ჩვენ პირდაპირ უნივერსიტეტის ნაციონალური მოძრაობის არც ერთ თავმჯდომარეზე ისინი არ არიან, არც რაიმეს წევრები არიან, ასე ვთქვათ, გულისხმობ პოლიცაბჭოს ამ მსგავსი ტიპის ინსტიტუციების, თუმცა ნუ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან, ახლა არჩევნებზე ხმას რო ჩვენ გვაძლევენ, ალბათ ყველასთვის ცხადი არის, ხო? ამიტომაც ახლა რაც შეეხება ჩვენს კონტაქტს, ჩვენი დაორგანიზებული ეს აქციები არ არის ხოლმე, ეს ხალხი თავისი ინიციატივით იკრიბება, მე მგონი უკვე 3 წელია, ხო, რაც ხო ციხეში და იკრიბება ყოველ საღამოს სადღაც 7 საათზე იკრიბებიან ეს ადამიანები რუსთავის გამზირზე, მანამდეც იკრიბებოდნენ და ეხაც იკრიბებიან, ასე რომ მათთან როცა საუბრობთ რესურსი რომ ხალხს თხოვოთ, რომ თქვათ, აი ასეთი ინციდენტი რომ აღარ მოხდეს, თქვათ, იყოს მეტი კოორდინირება, თქვათ, ხო, რომ აი ესეთ ჯგუფებთან გასაგებია რომ ძალიან ამის რესურსი გაქვს. ბუნებრივ და ლოგიკურ ამას ვიტყვი, რომ უფრო მეტად გაითვალისწინებენ, რა თქმა უნდა, ხა პირადად თუნდაც ჩემი სხვა პარტიის წარმომადგენლის ნათქვამს, ვიდრე სხვის ნათქვამს, ხო, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ხა იმის თქმა რომ ხა ამ ადამიანს მე ხა ჩემი ეს ადამიანი რა თქმა უნდა, ამიტომაც ხო, ამიტომაც არა ეს ინციდენტი თავისთავად სამ ნაწილად გუშინ გულწრფელს რო თქვა, ერთი არის ინციდენტი, როცა ეს ჯგუფი ასე იქცევა ხოლმე და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მეორეა თვითონ ინციდენტი, როცა ფიზიკურად შეეხნენ ადამიანს და მესამეა ის დისკუსია, რაც ამ ინციდენტს მერე გუშინდელი დღე ხო, რა ძიმე იყო დისკუსია. და რომ არ გამოგვივიდეს რომ რაღაც ყველა ირაკლის ვედავებით სამართლიანობისთვისაც უნდა აღინიშნოს, რომ არ იყო რბილად რომ თქვა სასიამოვნო სანახავი კაჭანტურიას ეპიზოდი, ყველა შეიძლება ნერვებმა უთხრნოს, არავინ ამ ადამიანების წვლილს არ აკრინებს პირიქით, ძალიან დიდი წვლილია და ემოციური ფონის გასაგებია, თუმცა ასეთ ეპიზოდის შემდეგ ბოდიშის მოხდაც ალბათ მოხდის, მაგრამ ჩვენ ახლა განაზრებები იმის შესახებ, თუმცა მაგაზე ასეთ წიაღს